ხივლის შეიკრიბა და გადახალისდა სამთავრობო კომისია, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმაზე მუშაობს. ირაკლი კობახიძემ დაგვიანონსა, რომ თვის ბოლომდე დეტალურ სამუშაო გეგმას წარმოადგენს. მან რეფორმის საჭიროება კიდევ გასულ წელს ახსენა, როცა თქვა, რომ განათლების ხარისხი არ მოსწონს. დაეთანხმა პიზას შედეგებს, რომ კრიტიკული აზროვნების და წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემა გვაქვს. თქვა, რომ შესაძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შემუშავდა და მისი თქმით იდეოლოგიზირებული იყო. თქვა, რომ ლექტორების კომპეტენცია გადასახედია და კიდევ ბევრი რამ თქვა და უკვე ახალი წლის 20 იანვრის ხდომაზე განაცხადა, რომ ქმნის რეფორმების ჯგუფს, რომელსაც ექნება ამბიციური გეგმა, რომ მომდევნო 3 წელიწადში გადაალაგოს სისტემა ისე, რომ ქართველ სტუდენტებს აღარ დასჭირდეთ სასწავლებლად ევროპაში წასვლა. თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ ზუსტად იმ ხარისხის განათლება, როგორცაც ისინი იღებენ ევროპულ ქვეყნებში. ამისთვის უნდა დაისახოს კონკრეტულად გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებ მე. არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგჭირდება იმისთვის, რომ 4 წლის თავზე ჩვენ სრულად მივაღწიოთ დასახულ მიზანს, თქვა ირაკლი კობახიძემ და პრაქტიკულად იგივე გაიმეორა 27 ივნისს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას და ასევე პრაქტიკულად აღიარა ევროპული განათლების ხარისხი და მისი უპირატესობა. ეს განაცხადი ალბათ ბევრს გაუხარდა, მაგრამ ბევრიც სკეპტიკურად განეწყო. რას ნიშნავს ევროპული განათლების ხარისხი ჩვენნაირი ქვეყნისთვის და რამდენად რეალისტურია ასეთი რეფორმა ამ დროში. რა ნაბიჯებია საჭირო, რომ სიტყვები უბრალოდ დაპირებად არ დარჩეს, ან რატომ უნდა გვჯეროდეს ახლა, რომ 3 წელიწადში ის გაკეთდება, რაც 12 წელიწადში ვერ მოხერხდა. არ ვიცით არის თუ არა ამ კითხვებზე პასუხი სამოქმედო გეგმაში, როგორც გითხარით თვის ბოლოს ველოდებით მის გასაჯაროებას, მაგრამ ამ მოცემულობით ამ კითხვებს აქვს ლოგიკურად არსებობის უფლება და დღეს ვეცდებით პროფესიონალებისგან მოვისმინოთ შეფასებები ამ გეგმის რეალური პერსპექტივების შესახებ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია ანდღულაძე და სენტ-კლაუდის უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების დოქტორი შორენა დოლაბერიძე იქნებიან ჩვენი სტუმრები. ქართული და უცხოური განათლების სისტემების რეფორმებზე ვისაუბრებთ, ასევე მოვისმენთ თავად იმ ადამიანების მოსაზრებებს, ვინც სწავლობს ევროპაში და ვინც უკვე ისწავლა საქართველოსა და ევროპაში და შეფასების უფლებაც თამამად აქვთ ალბათ. სანამ სტუმრებს მივესალმები, ირაკლი კობახიძის განცხადებები მინდა მოვისმინოთ, ჯერ მოვისმინოთ ის განცხადება, რომელიც მან საპარლამენტო ანგარიშის დროს თქვა. ჩვენ დავანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, გვინდა ამბიციური რეფორმის გატარება ამ მიმართულებით. ამისათვის შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია, რომელიც ამზადებს კონცეფცია საუნივერსიტეტო რეფორმისთვის. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ თუნდაც სისტემის გადაწყობის საფუძველზე მნიშვნელოვნად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ეს წინ არ გაუსწრებ მოვლენებს უახლოეს მომავალში, დაახლოებით 1 თვეში წარმოგიდგენ დეტალურ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. ეს კონცეფცია მოიცავს მრავალ მიმართულებას, დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული სასწავლო პროგრამების გადახედვით, უკეთესი პირობების შექმნით ჩვენი პროფესორ-მასწავლებლებისთვის იქნება მართლაც ამბიციური რეფორმა, რომელიც განხორციელდება მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის ვფიქრობთ ახალი კამპუსების მშენებლობას ქუთაისსა და თბილისში რუსთავის მიმდებარედ. ეხლა შეგვიძლია ის მცირე მონაკვეთიც მოვისმინოთ, რომელიც 20 იანვარს მთავრობის ხდომაზე გაკეთდა და ირაკლი კობახიძემ მაშინ პირველად დაანონსა აი ამ რეფორმის შესახებ. მოვისმინოთ ეს მონაკვეთიც. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4 წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდაქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს როგორც მოგეხსენებათ, არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და რესურსები არის ძალიან დიდი. ამ მიმართულებით მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართულმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხითაც ისიღებს უმაღლეს განათლებას, მაგალითად ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტული
გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. კი ბატონო, ორივე ეს განცხადება მოვისმინეთ და ახლა მივესალმოთ სტუმარს ნათია ანდღულაძე, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გყავს ხაზზე. საღამშვიდობის. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ ისმენდით ალბათ ამ განცხადებებს და მოსმენილიც გაქვთ, დარწმუნებული ვარ მანამდეც. მოდით ვთქვათ თავიდანვე კიდევ ერთხელ რომ ჯერ არ ვიცით კონკრეტულად რა გეგმას დადებს ეს კომისია, მაგრამ შეგვიძლია ამ მოცემულობით ახლა ვიმსჯელოთ რეალურად რა რესურსი და შესაძლებლობა აქვს სისტემას იმგვარი ცვლილების, რომელიც დაანონსდა 3-4 წელიწადში სისტემურად უნდა მოხდეს იმგვარი გადაალაგება, რომ ჩვენ სტუდენტებს აღარ დასჭირდება ევროპულ უნივერსიტეტებში წასვლა. ასე თქვა პრემიერმა და ჩვენ გვაქვს მე მგონი ლოგიკურად შესაძლებლობა რომ ვიმსჯელოთ ამაზე რა შესაძლებლობები არის. თქვენ წარმოადგენთ სახელმწიფო უნივერსიტეტს და კარგად იცნობთ ამ სისტემასაც. სანამ თქვენ შეფასებას მოვიცემთ ამ განცხადებაზე, გითხარით აი არსებული მდგომარეობის დიაგნოზი თქვენი დაკვირვებით. სად არის ახლა მთავარი პრობლემა დღეს უმაღლეს განათლებაში, რა არის გასასწორებელი? სამი ძირითადი პრობლემაა, შეიძლება ბევრნაირად გავშალოთ და სხვადასხვა პერსპექტივიდან განვიხილოთ, მაგრამ ერთი შედარებით მარტივად გამოსწორება და ყოველ შემთხვევაში ზედაპირზე რაღაცა დაფინანსების ან მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმის შეცვლის თვალსაზრისით არის თანაბარი ხელმისაწვდომობა. ანუ ჩვენ ვხედავთ სტუდენტები, რომ უმაღლეს განათლების ჩართულობის მაჩვენებელი დრამატულად გაიზარდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მაგრამ ანუ გაიზარდა სტუდენტების წილი, ახალგაზრდების წილი, რომლებიც უნივერსიტეტებში მიდიან, მაგრამ განსხვავება სოციოეკონომიკური სტატუსის მიხედვით, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების და ასევე უნივერსიტეტის დასრულების არის ეს ესე იგი შესაძლებლობები კვლავ განსხვავდება დასახლების ანუ იმის მიხედვით თუ სად დაამთავრა მოსწავლემ სკოლა და იმის მიხედვით თუ რა სოციოეკონომიკური სტატუსი აქვს მის ოჯახს. აი სოფლიო ბანკის ანგარიშს ვუყურებ ახლა 2025 წლის და აქ ჩანს რომ ესე იგი სოფლის ახალგაზრდები რომლებიც ცხოვრობენ სოფლად ანუ სკოლა დაამთავრებისას სწავლობდნენ სკოლაში სოფლად, მათი მხოლოდ 20% ასრულებს უნივერსიტეტს, მაშინ როცა ასეთების წილი ქალაქში მცხოვრებთა შორის არის 50% და დაახლოებით იგივე სურათია მშობლების განათლების მიხედვით. ეს შედარებით, აი ამ მიმართულებით შეიძლება შედარებით ნაკლები დანახარჯებით ნიშნულოვანი, ესე იგი ცვლილებების განხორციელება, თუმცა ესე ძალიან კომპლექსური საკითხია, რატომ? იმიტომ რომ უნივერსიტეტში წარმატებით დიპლომის მიღების გარდა, ესე იგი წარმატებით რო ისწავლოს სტუდენტმა და ეს აისახოს მის შემდგომ კონკურენტულობაზე შრომის ბაზარზე, ამისთვის საჭიროა სკოლაშიც კარგად სწავლობდეს. ხო, აი ჩვენ პიზა ახსენეთ ახლა და პიზა შედეგები გვიჩვენებს, რომ რეალურად სადღაც ჩვენი სკოლა დამთავრებულების 25% არის მზად მხოლოდ იმისთვის, რომ უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. ხო? და ანუ მხოლოდ დაფინანსების რაღაცა მექანიზმების საერთო საცხოვრებლები და ასე შემდეგ, აი ამ თანასწორობის საკითხს ვერ გადაჭრის. კი ბატონო, რაც ეხება ხარისხს, პრობლემატურია, მაგრამ ჩვენთან შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით. კი ბატონო, რაც ეხება ხარისხს, იზიარებ თუ არა იმ მოსაზრებას, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი საქართველოში დამაკმაყოფილებელი არ არის. როგორ ზომავთ საერთოდ ხარისხს და რასთან შედარებით ვადარებთ აი ამ სტანდარტს? ანუ არის ჩვენთვის საზომი ევროპა თუ ახლა როცა ჩვენ ევროპული ხარისხის ცენტრების წევრობაც აღარ გვაქვს, რასთან შეიძლება შევადაროთ ეს სტანდარტი, რა გეგმა აქვს მთავრობას და თქვენი ხედვა როგორი არის? აი რა პრობლემები გვაქვს ხარისხის ნაწილში? ჩემი ხედვა არა რელევანტურია, უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რა საზომები არსებობს, ან ირიბის საზომები არსებობს, რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლების ხარისხის საზომი ერთი არის კვლევითი პროდუქტიულობა, ამ კრიტერიუმით პუბლიკაციების რაოდენობა, თუნდაც პუბლიკაციების რაოდენობა, რაშიც ძალიან ჩამორჩებით ბევრ ქვეყანას, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ხო? ერთი, იმიტომ რომ ეს არის, ის თუ როგორ კვლევებს აკეთებენ პროფესორები, განსაზღვრავს
სწავლების ხარისხს უნივერსიტეტში. ანუ უნივერსიტეტში პროფესორი იყოს, შეიძლება რამდენიმე პროფესორი იყოს, ისეთი რაღაცა წილი პროფესორები, რომლებიც არ არიან ჩართულები კვლევით საქმიანობაში, მაგრამ უდიდესი ნაწილი, ესე იგი, პროფესორებისა უნდა ანახლებდნენ თავიანთ ცოდნას და პროფესიული განვითარება, მათი რანგი, მათი კომპეტენცია გამომდინარეობს მათ მიერ ჩატარებული კვლევებიდან. ხო, აი ეს კვლევების ჩატარების შესაძლებლობა ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს, ხო? უფრო მეტიც, აი ეს მესამე საკითხად მივედა და მოსახელებია ეს სწავლის ხარისხის გარდა, ხო? აი 50-იან 60-იან წლებში დაბადებული თაობა, რომ ესე იგი საუნივერსიტეტო საქმიანობას მორჩება, ჩვენ ფაქტობრივად ვრჩებით მეცნიერების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ბანანის რესპუბლიკა ფორმდებით, ხო? აქამდე ზომები იმისთვის, რომ ის მიდგომები, რაც განხორციელდა ყველა მთავრობის დროს, ის მიდგომები, რაც განხორციელდა მეცნიერების საკითხის წინ წამოსაწევად, თან აქ არ არის საუბარი კვანტურ ფიზიკაზე და თეორიულ ფიზიკაზე და რაღაც ისეთ და მსოფლიო რანგის უნივერსიტეტებთან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში რაღაც კონკურენციას შესვლაზე, ხო? აქ არის საუბარი ძალიან ელემენტარულზე, რაც ჩვენს ეკონომიკას სჭირდება და რაც ჩვენს სტუდენტს სჭირდება, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება, იმისთვის, რომ ვიკვლიოთ სოციალური საკითხები, ვიკვლიოთ მაგალითად განათლების პოლიტიკის საკითხები, თუნდაც ხო არ გჭირდებოდეს ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან რაღაცა სამი დღით ჩამოსული მკვლევრის დახმარება, იმისთვის რომ ჩვენი პრობლემატიკა შევისწავლოთ და ამაზე ცოდნა გროვდებოდეს ქვეყანაში. კი ბატონო, ხაბატონეცად თქვენ არ არსებობს ქვეყანაში რესურსი. ხო, ეს კვლევა განუყოფელი ნაწილია საუნივერსიტეტო ცხოვრების და ამის გარეშე კაპიკია პროფესორის თასი, ხო? თუ ამას ვერ აკერა. ამის შესაძლებლობა ქვეყანაში არ აქვს. ძალიან, ანუ ბოლო სტრატეგიაშიც კი ჰორიზონტი 2020 ფიგურირებდა სტრატეგიაში, ეწერა ქვეყნის სტრატეგიაში, რომ მეცნიერებას და საუნივერსიტეტო კვლევას განავითარებდნენ ევროპული რაღაცა, მოკლედ, დაფინანსების ინსტრუმენტის საშუალებით, ხო? კი ბატონო, მუდმივად იყო მცდელობა, რომ რაღაცა ჩვენ ევროპულ სტანდარტთან მიახლოების მცდელობა გქონოდათ. თქვენ ნაწილობრივ უკვე თქვით კვლევებზე, მაგრამ კი ბატონო, თან კითხავთ და მე მგონი პასუხში ეგეც შეგიძლიათ მოიაზროთ. აი რა არის ის ძირითადი ელემენტები, რაც ჩვენს განათლების სისტემაში, რაც ყველაზე მეტად გვაშორებს აი ამ ევროპულ განათლებას და ევროპულ სტანდარტს? ხო, ევროპული ძალიან მრავალფეროვანია და ეხლა რაღაც ბულგარეთის რომელიმე უნივერსიტეტის რაღაცა პროგრამებზე, უკეთესი ხარისხის პროგრამები შეიძლება საქართველოშიც ვნახოთ, კი და ვნახავთ ნამდვილად, ხო? მრავალფეროვანია ევროპა და ამერიკული უნივერსიტეტებიც კი, ხო? კი ბატონო, მაღალი ხარისხის უნივერსიტეტებს გულისხმობთ ცხადია. უნივერსიტეტებამდე ბევრი გვიკლია 4 წელი ეხლა, რა თქმა უნდა, ყველანი ხვდებით, რომ ძალიან რაღაცა ოპტიმისტური გათვლა კიდევ არ არის რეალისტური, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი, რისაც ჯერჯერობით არც ვიმეორებ. არც ერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა, ხო? ეს ერთი ამ დაფინანსების სისტემა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში, ეს არის ცუდი გაგებით ქვეყანაში უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა არის უნიკალური, როცა სტუდენტი აფინანსებს უმაღლეს განათლებას, ეს არ ხდება არსად. აი ბოლო დროინდელი ამბებიდანაც ალბათ გაიგებდით, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს ტრამპმა მოუხსნა სახელმწიფო დაფინანსება. ანუ კერძო უნივერსიტეტსაც კი სახელმწიფო აფინანსებს ისეთ ქვეყანაში, როგორც ამერიკა და აღარ ვსაუბრობ უკვე ევროპის ქვეყნებზე, ხო? ანუ სახელმწიფო ფაქტობრივად არ ფიგურირებს და ეს გრანტები, რა თქმა უნდა, ისე არის შეფუთული, რომ ყველას გონია რატომღაც ყველასთვის. ყველას უგვირს, როცა ვეუბნები, რომ სახელმწიფო ფაქტობრივად არ მონაწილეობს უმაღლესი განათლების დაფინანსებაში. მაგრამ დაფინანსების მექანიზმებია ისეთი, რომ რაღაცა მოკლედ ჩანს თითქოს მონაწილეობს. არ გამოვა ეს არც ერთი რეფორმა თუ დაფინანსების სისტემა არ შეიცვალა. ოჯახები საუნივერსიტეტო განათლებას ვერ დააფინანსებენ. რაღაცა წილი, რა თქმა უნდა იყოს ოჯახიდან, განსაკუთრებით შეძლებული ოჯახებიდან, სტუდენტი, რომელსაც შეუძლია დააფინანსოს თავისი სწავლა, უნდა დააფინანსოს. ყველაზე კაპიტალისტურ ქვეყნებშიც კი ახლა ესეა, რომ ღარიბი იხდის ნაკლებს ან საერთოდ არ იხდის ღარიბი ოჯახიდან ბავშვი და შეძლებული ოჯახიდან იხდის ისე თუ ასე სტუდენტი, იმიტომ რომ შეუძლია. ჩვენ სისტემაში მე მგონი შეძლებული ოჯახის შვილებთან მიდის სახელმწიფო გრანტები ძირითადად. ქალბატონათია, მინდა გკითხოთ, აი სისტემური გადალაგება ახსენა
პრემიერ-მინისტრო, რა ის სისტემური გადალაგებით ჩვენ შევძლებთ, რომ 3-4 წლის განმავლობაში ხარისხი გავაუმჯობესოთ. როგორ გაიგეთ თქვენ ეს ნათქვამი და როგორი გადალაგებით არის შესაძლებელი, აი რა რეალისტური შედეგების დადება არის შესაძლებელი 3-4 წელიწადში? არ მგონია, რომ უბრალოდ რა შესაძლებლობსა გადანაცვლებით რამე შეიცვალოს აქ, ხო? ანუ იმიტომ რომ უმაღლეს განათლებაში, ანუ საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაში არის მოთხოვნა შემდგომ განათლებაზე. ხო, ანუ ეს სოციალური რაღაცა ნორმა არის უკვე, რომ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში და უდიდეს უმაღლესში უნდა ჩააბაროს ბავშვმა, ხო? დიახ. ანუ ხარისხი რომ გაიზარდოს, უნივერსიტეტში იდება ხარისხიანი სტუდენტი. ხო, სტუდენტი რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, რასაც ხედავთ პიზაში. რომ სტუდენტები მოსწავლე კურს მე-9 კლასელების 50% წერა-კითხვა არ იცის ფაქტობრივად, ხო, უნივერსიტეტში სწავლისთვის ის ნამდვილად არ არის მზად. მაშინ მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს უნივერსიტეტში მიღება. სად უნდა წავიდეს ეს ხალხი? მაშინ პროფესიული განათლება უნდა გაიზარდოს როგორც მიღების მასშტაბის თვალსაზრისით, ასევე ხარისხობრივად, ხო, არავის არ უნდა რაღაცა მოუწესრიგებელ და უხარისხო პროფესიულ განათლებაში. რეალურად ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლესი განათლების მნიშვნელოვან დიფერენცირებაზე. აი ეს შეიძლება იყოს რეორგანიზაციის თვალსაზრისით, ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ იყოს რაღაცა, როგორც სხვა ქვეყნებშია აკადემიური პროგრამა იყოს აკადემიური მართლა თავისი სტუდენტების ხარისხითაც და სხვა პროდუქტებით და პროფესიული და კიდევ რაღაც უფრო მოკლევადიანი პროგრამები იყოს ეს ნამდვილად არის გასაკეთებელი თუ რეორგანიზაციაში ეს იგულისხმება, მაგრამ ამას ჭირდება ძალიან დიდი ფული და ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი. ძალიან მოკლედ მინდა რომ მიპასუხოთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ კომისიაზე და საექსპერტო წრეების ჩართულობაზე, იმ ადამიანების ჩართულობაზე, რომლებიც განათლების საკითხებზე წლებია მუშაობენ, მაგრამ არ ფარავენ მათ კრიტიკულ დამოკიდებულებას ახალი რეფორმების და ზოგადად განათლების სისტემის მიმართ. ამ ეტაპზე, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საექსპერტო წრეებიდან ჩართულები არ არიან ადამიანები. რამდენად მოახდენს გავლენას საბოლოო დოკუმენტზე აი კომისიის ამგვარი მუშაობა და თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ, აი თანამშრომლობის როგორი მოლოდინი გაქვთ, თქვენ თუ გქონდათ შემოთავაზება მაგალითად თქვენს უნივერსიტეტს ან თავად თქვენ, რომ მონაწილეობა მიგეღოთ აი კომისიასთან ერთად მუშაობაში? მე ესეთი შემოთავაზების შესახებ არ გამიგია მართალი გითხრათ. და ნუ ახლა ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება რაიმე რეფორმა განხორციელდეს საზოგადოების ჩართულობის გარეშე და საზოგადოებრივი რაც ნახეთ უკვე განხორციელებული აი ესე ხო ყველა მინისტრის ყველა მთავრობის რაღაცა მმართველობის პერიოდში იყო და ძირითადად ესე ხორციელდება რეფორმები საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე შედეგით სახეზეა და ნუ მოლოდინი მართალი გითხრათ რა ვიცი კი ბატონო, რატომ იმსახურებს უნდობლობას ეს განაცხადი? მე მგონი აი თქვენი ბოლო რეპლიკაც საკმარისი იყო ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, მაგრამ ეს გეგმა დაიდება და ამის შემდგომ ალბათ მიუბრუნდებით კიდევ ამ საკითხს, კონკრეტულად რა იქნება გაწერილი. მოკლედ აღარ ვდაობთ რომ ევროპული განათლება ეს არის პირველ რიგში მენტალობა, ღირებულებები, ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა. ჩვენი რესპონდენტები, რომლებსაც ვიდეოში ნახავთ ახლა, საუბრობენ ამაზე უკეთ, ისინი ვინც ახლა სწავლობს ევროპის უნივერსიტეტებში და ისინი ვინც ისწავლა საქართველოშიც და უცხოეთში. რა განსხვავებები დაინახეს და რას ფიქრობენ დაანონსებულ რეფორმაზე. მოდით მოусვინოთ მათ კომენტარებსაც და შემდგომ დავბრუნდებით უკვე შორენა დოლაბერიძესთან ერთად. მე ვარ დავით დავითაძე, 18 წლის და ვსწავლობ გერმანიის ქალაქ მარბურგის კოლეჯის ტექნიკურ კურსზე. რის შემდეგაც ვაპირებ სწავლა გავაგრძელო გერმანიის რომელიმე უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებაზე ან ინჟინერიაზე. მე ვარ ნინო კუხალეიშვილი, მე ვისწავლე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მივიღე ბაკალავრის ხარისხი, შემდეგ სწავლა გავაგრძელე ჩეხეთში
მასარიკის უნივერსიტეტში და მივიღე მაგისტრის ხარისხი. ჩემი სახელია ლუკა მიქელაძე, ვარ 19 წლის, ვსწავლობ უნგრეთში, ბუდაპეშტში, ეთვოს ლორანდ უნივერსიტეტში. კურსი მაქვს არჩეული კომპიუტერული მეცნიერება და ინჟინერია. მე მაია რიჟვაძე ვარ, ხულოს რაიონში დავიბადე, იქ დავამთავრე ხულოს საჯარო სკოლა. განათლება ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, დედა ჩემი მასწავლებელია და მოკლედ ოჯახში ყოველთვის მესმოდა რომ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს განათლებას. ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მარკეტინგის მიმართულებით და ასევე მაგისტრი დავასრულე კავკასიის უნივერსიტეტში. თუმცა ბავშვობიდან ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ განათლება მიმეღო უცხოეთში. ოღონდ არ ვიცოდი რა განსხვავებები იყო, უბრალოდ რადგან ჩემს ირგვლივ ძალიან პოპულარული იყო უცხოეთში განათლების მიღება, მეც ასე მოკლედ ძალიან მინდოდა უცხოეთში მიმეღო განათლება. 2019 წელს კოვიდის დაწყებისთანავე მოხალისეობის პროგრამით წავედი პოლონეთში და აი აქ ზუსტად მივხვდი, რატომ მინდოდა უცხოეთში განათლების მიღება. ბავშვობიდანვე მქონდა ჩაბეჭდილი ეს ვთქვათ ეს იდეოლოგია, რომ ევროპა იყო ის გზა, რომელიც უნდა ამერჩია ჩემი განვითარებისთვის და ჩემი მომავლისთვის და მე პირადად რაც მესმოდა ჩემი მეგობრებისგან თუ ნათესავებისგან, რომლებიც ასევე ევროპაში სწავლობენ, მაქედან გამომდინარე, ესე ვთქვათ, უკვე პატარა ასაკიდანაც ვიცოდი, რომ ევროპაში უნდა წავსულიყავი განათლების მისაღებ. დავთვალიერე არაერთი სკოლა, უნივერსიტეტი და ვესაუბრე მასწავლებლებსაც და ლექტორებსაც და მაქედან გამომდინარე, მე თვითონაც მივხვდი თუ რამდენად უფრო განვითარების მაღალ დონეზე იყო ევროპის ეს ქვეყნები საქართველოსთან შედარებით. პირველი იყო ინფრასტრუქტურა. პირადად არ მაქვს გამოცდილება და არც ვიცი რანაირი კამპუსები არის საქართველოში, მაგრამ იმას თავისუფლად გეტყოდით, რომ ჩემს უნივერსიტეტს კონკრეტულად ძალიან კარგი კამპუსი აქვს და არანაირი ესე ვთქვათ, ნუ 1000-ში ერთხელ თუ გამოჩნდება რაღაც პრობლემა. ჩემი აზრით, განათლება არის ისეთი ინვესტიცია, რომელიც ყოველთვის გაამართლებს. ის ხარჯი, რაც განათლებას შეიძლება რომ ჩაიდოს ევროპაში წასვლის შემდეგ, ან ევროპაში წასვლისას ყველაფერი ღირს. რა შეიძლება საქართველოს განათლების სამინისტრომ გააკეთოს, რომ თუ ანუ ეკვივალენტური მაინც იყოს განათლება საქართველოში ევროპასთან შედარებით, ერთი ღირებულება ან ერთი რამ არ არის, რომელსაც ხელს დავადებდი. ვფიქრობ, ეს არის უფრო კოლექტიური და ძალიან ბევრი რამ არის და ესე ვთქვათ, ჯაჭვური რეაქცია არის რა. მაგრამ თავიდანვე ალბათ იმას ვიტყოდი, რომ ჩემთვის პირადად თავი არის, რომ ხალხში ზოგადად არა მარტო უნივერსიტეტში და უნივერსიტეტთან დაკავშირებული პირების, არამედ ზოგადად ხალხის მენტალიტეტი რო გამოსწორდეს განათლებასთან დაკავშირებით. სანამ გერმანიაში დავიწყებდი სწავლას, ერთი სემესტრი გავატარე თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდი ინჟინერიას და ანუ ვიყავი საკმაოდ კმაყოფილი. ერთადერთი რაც დამტკნელი იყო ის, რომ სწავლის თვითონ რუტინა იყო ძალიან დამტვირთველი აგრარულ უნივერსიტეტში. იქაც მიწევს რამდენიმე ისეთი საგნის სწავლა, რომელიც შეიძლება ჩემი პროფესიისათვის არ დამჭირდეს. მაგრამ ეს ყველა ამ საგნის სინთეზი გერმანიაში ისე ხდება, რომ არ არის ზედმეტად დამღლელი. და ალბათ ეს ძალიან დიდი განსხვავება დავინახე გერმანულ კოლეჯსა და ქართულ უნივერსიტეტს შორის. თავარი ღირებულება და რაც ფასობს არის თავისუფლება, რაც ანუ ჩვენთანაც ვერ ვიტყვი რომ უნივერსიტეტებში ანუ სტუდენტები ძალიან შეზღუდულნი არიან და აქაც არიან თავისუფლანი. უბრალოდ განსხვავება არის ის, რომ იქ ანუ მაინც როგორც არ უნდა სწავლობდე, მაინც ყველანაირად თანაბრად შემოგხედავს ლექტორი სხვა სტუდენტების მიხედვით. მოკლედ, ანუ არ გაგანსხვავებს სხვა სტუდენტებისგან ლექტორი. საქართველოშიც, როგორც ევროპაში, ვფიქრობ, რომ უფრო დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს პრაქტიკას და არ უნდა იყოს თეორია ყველაზე ნიშნულოვანი. ჩვენთან სამწუხაროდ სკოლას რო დავამთავრებთ, აუცილებელია რომ უნივერსიტეტში ჩავაბაროთ და ევროპაში განათლების მიღებამ პირველ რიგში ეს მასწავლა რომ ნიშნულოვანია და აუცილებელი ადამიანმა აირჩიოს ის პროფესია, რომელიც მართლა უყვარს და მართლა ძალიან უნდა. გამოვყოფდი ალბათ პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას და ანალიტიკურ აზროვნებას, რაც უმნიშვნელოვანესია ევროპის თუ ამერიკის უნივერსიტეტებში. საქართველოში არის სისტემური პრობლემა, იმიტომ რომ განათლების მიღების, ანუ საბაზისო დონიდან უკვე სკოლაშიც ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ უნდა ვიყოთ რატომღაც ან ვართ ნიშნებზე ორიენტირებული. იქ ორიენტირებული არიან, რომ პრაქტიკაში გადმოვიტანოთ ესა თუ ის თეორიები, რასაც გვასწავლიან. ხშირ შემთხვევაში ჩემთვის დიდი გაოცება იყო, როდესაც მითხრეს, რომ შემეძლო წიგნი დამედო წინ და ისე დამეწერა ესა თუ ის გამოცდა, იმიტომ რომ აქ საქართველოში ვსწავლობდით
ვიწყდით და ვიზეპირებდით სხვადასხვა თეორიებს, რომ გამოცდები ჩაგვებარებინა. გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისური ჩემი მშობლიური ენა არ არის, პროფესორები მუდმივად მეკითხებოდნენ, გასაგები იყო თუ არა ჩემთვის, რაიმე ხო არ მჭირდებოდა და ისინი მუდმივად პატიჟებდნენ ყავაზე, ჩაიზე და ეს მეგობრული გარემო სულ მეხმარებოდა, რომ კომფორტულად მეგზნო თავი და უფრო კარგად შემძლებოდა იმ ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა. სკოლაში პრაქტიკის გავლის შემდეგ მივხვდი, რა მხოლოდ განსხვავება არის ქართულ და ევროპულ სკოლებში. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებდი რესურსებზე, რასაც როგორც მატერიალურ, ასევე ეკონომიკურ მხარდაჭერას და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას სკოლაში, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს მისი ასაკის შესაფერისად და მე ვფიქრობ, რომ ცნობიერების ამაღლება არის ის უმნიშვნელოვანესი პირველი ნაბიჯი, რაც ქართულ განათლების სისტემას ძალიან ჭირდება ამ ეტაპისთვის. ქართულ უნივერსიტეტებს, რა თქმა უნდა, შეუძლია ევროპული სტანდარტების ხარისხი დანერგონ, თუმცა ამისათვის უმნიშვნელოვანესია როგორც პროფესორების, ასევე სტუდენტების, განათლების სისტემის, ცნობიერების ამაღლების შეცვლა და ეს უნდა მოხდეს რაღაცა კომპლექსურად და არა ცალ-ცალკე რომელიმე სფეროში, იმიტომ რომ ეს არის ჯაჭვური. როდესაც ევროპულ ხარისხზე ვსაუბრობთ, იმის გარდა რომ ევროპული დიპლომი საერთაშორისოდ აღიარებულია და ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია ის შესაძლებლობები, ის პერსპექტივები, რასაც ევროპაში მიღებული განათლება გთავაზობს. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სტუდენტი არის თანასწორი ლექტორთან, მიმღებლობა არის ძალიან მაღალი, მისთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი, ასევე გამოვყოფდი რას, ძალიან დიდი აქცენტია ზოგადად ევროპაში კრიტიკულ აზროვნებაზე, ანალიტიკურ აზროვნებაზე ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ევროპული ხარისხის მიღწევა საქართველოში ან თუნდაც მიახლოებული ხარისხის მიღწევა, ალბათ ძალიან ბევრი ფაქტორი იქნება გასათვალისწინებელი. იმის გარდა რომ ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, ყველა სკოლაში თანაბრად უნდა იყოს, თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ სტუდენტები, მოსწავლეები და ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მორგებული მოსწავლეზე და უნდა იყოს ნორმალური სტანდარტის. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლები და მათი კვალიფიკაცია, რასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება, ძალიან დიდი რესურსი და რა თქმა უნდა სისტემური კონტროლი. სისტემური კონტროლში რას გულისხმობ? რა თქმა უნდა, დღესდღეობით ხდება მასწავლებლების გადამზადება საკმაოდ ხშირად ხდება, თუმცა იმის შემდეგ, რას აკეთებს მასწავლებელი და როგორ ნერგავს მიღებულ ცოდნას, აი აქ ცოტა მოვიკოჭლებთ და არ არსებობს მექანიზმები, რომლითაც შემდეგ შემოწმდება აი მასწავლებელი როგორ ახერხებს ამ მიღებული ცოდნის იმპლემენტაციას. ძალიან რთულია ევროპული ხარისხის მიღება, რადგან მოსწავლე არ მიდის ევროპაში მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს ხარისხიანი განათლება, როგორც უკვე აღვნიშნე. აქ ძალიან ბევრი ფაქტორია, ის გარემო, საერთაშორისო სტუდენტები, მათთან კომუნიკაცია, ის კლასგარეშე აქტივობები, რომელსაც უნივერსიტეტი გეგმავს, მიმღებლობა, ის რომ სტუდენტი თავს გრძნობს პრიორიტეტად და ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად უნივერსიტეტში. ჩვენთან ძირითადად ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს რა, სოციალური სტატუსი. არასდროს არ დამავიწყდება, როდესაც ჩემმა გერმანელმა მეგობარმა ასეთი რაღაც მითხრა, მაგალითად, გერმანიაში პრესტიჟულ სკოლად ითვლება საჯარო სკოლა და არა კერძო სკოლა. კერძო სკოლაში ხდებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს ან სათანადო ქულები ვერ მიიღეს საჯარო სკოლაში. ჩვენთან ამ მხრივ რა ხდება პირიქით, დღესდღეობით კერძო სკოლა გონიათ, რომ უფრო მეტ და უკეთეს ხარისხიან განათლებას მისცემს. პირველ რიგში, თუ კი ევროპულ ხარისხზე ვსაუბრობთ, ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას და ყველა არსებულმა საჯარო სკოლამ უნდა შეძლოს ისეთი განათლება მისცეს მოსწავლეს, რომ მას არ მოუწიოს მაგალითად დამატებით ეძიოს კერძო მასწავლებელი, დამატებით ეძიოს რაღაცა სხვა წყარო, რომლითაც უფრო მეტ განათლებას მიიღებს. მე როგორც მშობელი, რა თქმა უნდა, ვირჩევ ევროპას და ვირჩევ ევროპას ძალიან ბევრი ფაქტორის გამო. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ხარისხია, განათლების ხარისხი, თუმცა განათლების ხარისხთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ის შესაძლებლობები და ის პერსპექტივები, რასაც შემდეგ უნივერსიტეტის ის ქვეყანა მისცემს ჩემს შვილს, რომელშიც ისწავლის, ვიცი რომ ის იქნება დაცული, მისი უფლებები არ იქნება დარღვეული, ის იქნება უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტი, მისი ინტერესები იქნება გათვალისწინებული, მას მოეპყრობიან როგორც თანასწორს და მიმღებლობა იქნება
რა თქმა უნდა მაღალი და მას მიიღებენ ზუსტად ისეც როგორიც არის და ეს იქნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ჩვენს რესპონდენტებს მათი მოსაზრებების გაზიარებისთვის, როგორ და რა დროში შეძლეს წარმატებულმა უნივერსიტეტებმა მაღალი სტანდარტის მიღწევა, რა რეფორმების ხარჯზე და რაზე დგას ზოგადად კარგი უნივერსიტეტების პრესტიჟი და ხარისხი. შორენა დოლაბერიძე, სენტ-კლაუდის უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების დოქტორი, გვიერთდება ამერიკიდან. თქვენთან დილამშვიდობისა, შორენა. შორენას ხმა არ მესმის. რეჟისორს თხოვ რომ გამაგონო შორენას ხმა. ტექნიკური ხარვეზია, რამდენიმე წამში ვეცდებით რომ დაუბრუნდეთ რესპონდენტს, შორენა ამერიკიდან გვიერთდება, ძალიან საინტერესო იქნება მისი მოსაზრება ახალ რეფორმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მისი სადოქტორო საქმიანობა და კვლევის საგანი სწორედ იყო განათლების სისტემების მოწყობა, როგორ ხდება ეს ამერიკის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში და ასევე შორენას აზრი გვაინტერესებს წარმატებული ევროპული უნივერსიტეტების შესახებ, აი რაზე დგას ეს ხარისხი და პრესტიჟი წარმატებულ უნივერსიტეტებში, თუ გვყავს შორენა ხაზზე. შორენა, გესმით ჩვენი ხმა? კი, მესმის ახლა მადლობა რომ ჩაგვერთე შორენა. მოკლედ მე არ ვიცი უსმენდი თუ არა ჩვენს რესპონდენტებს და ჩვენს წინა სტუმარს, საუბრობდით განათლების რეფორმაზე დაანონსებულ მიზნებზე, რა მიზნები აქვს საქართველოს მთავრობას განათლების რეფორმებით და ითქვა რომ 3-4 წელიწადში ჩვენ უნდა მოვახერხოთ სისტემურად ისე გადავალაგოთ განათლების სისტემა, რომ ახალგაზრდებს აღარ დასჭირდეთ ევროპის უნივერსიტეტებში წასვლა. და ეს იყო ძალიან საგულისხმო, ამბიციური, კარგი გაგებით განაცხადი, თუმცა სკეპტიკურადაც განაწყო საზოგადოება. მოკლედ თქვენი აზრი გვაინტერესებს ზოგადად, აი როგორ შენდება განათლების რეფორმა კარგ ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში, კარგ უნივერსიტეტებში, რომ არის თუ არა რაღაცა ფორმულა, რა ეტაპები არის გასავლელი წარმატებისკენ. მე უსმენდი წინა რესპონდენტს, მაგრამ მივესალმები შენს მაყურებლებს, კიდევ და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა. მე სურვილი მაქვს, რომ სულ გიყუროთ ბევრი წლები და ასე შემდეგ. ყოველთვის საჭირო როტო საკითხებს ეხმაურებით. ყველას გეხება, კი ბატონო. და ეხლა რა შეეხება წინა გამოსვლას, მე უსმინე ნინას, ძალიან განათლებული ადამიანი, პროფესიონალი თავის საქმის და აბსოლუტურად ვეთანხმები ყველა მის სიტყვას. მჯერეთი ეს არის ბედნიერება, რომ საზღვარგარეთ სწავლობდი, ჩამოვედი ამერიკაში, მაგალითად მე და ჩემი სტუდენტობა იყო დაუვიწყარი და ამერიკული უნივერსიტეტები ყველაფერს თავაზობენ თავიანთ სტუდენტებს, რომ დაუვიწყარი იყოს თავისი რესურსებით, მობილიზაციით, ხარისხით, სწავლის ხარისხით, აკადემიური პერსონალით, თვითონ შენობებით, ინფრასტრუქტურით და ასე შემდეგ. აი რა ქმნის ამ ხარისხს შორენა, რა ქმნის ამ ხარისხს, ეს შეკითხვა გვაქვს, რისგან შედგება ხარისხიანი განათლება და რა დროში არის შესაძლებელი აი ამ ხარისხიანი განათლების მიღება. როგორ აი დიდი კომპლექსური თემა არის და 3 და 4 წელი არის ძალიან ისეთი ვადა, რომელიც ბადებს შეკითხვებს ლოგიკურად. ძალიან მოკლევა და იმისთვის რომ ამ ხარისხამდე მივიდეთ, მაგრამ ნაბიჯები სასურველი იყო, აქამდეც უნდა დაწყებულიყო და ეხლა გვიან არასოდეს არ არის არა რომ დავიწყოთ ნაბიჯები, უბრალოდ 3-4 წელი ძალიან ამბიციური განაცხადია. ეხლა რაც შეეხება რა ქმნის ამ ხარისხს, არის ასეთი ჩემი საყვარელი აფრიკული ანდაზა, მთელი სოფელია საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი აღზარდოთ, ხო? იმისთვის, რომ სტუდენტმა კარგი განათლება მიიღოს, მარტო უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს ეს, არ უნდა იყოს მით უმეტეს მარტო რექტორის
პასუხისგებლობა, მისი გადაწყვეტილებები, მისი მაგალითად რეგულაციების თანხმობები და მისგან და ასე შემდეგ, არა ჩვენ ყველა რგოლი დაწყებული მშობლიდან, სკოლიდან, საჯარო სკოლიდან, ლექტორიდან, უნივერსიტეტში მომუშავე ყველა ადამიანისგან დაწყებული თუნდაც დამლაგებლიდან, თუნდაც ადმინისტრაციული თუ ლექტორებიდან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებლები ბავშვების, სტუდენტების განათლებაში და შეიძლება ეს მხოლოდ რექტორს მოვთხოვოთ. ეხლა რაც ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მე მინდა რომ ოდესმე გადაწყდეს საქართველოში, ეს არის თანამშრომლობა რგოლებს შორის, ინსტიტუციებს შორის, თანამშრომლობა სკოლებს და უნივერსიტეტებს შორის. როცა შედის სკოლიდანვე ვიწყებთ ბავშვების მომზადებას უნივერსიტეტისთვის და როდესაც უნივერსიტეტში ბავშვი შედის, სტუდენტი იქ არ წყდება მისი კავშირი სკოლასთან. ძალიან ბევრი კავშირია მაგალითად უნივერსიტეტს და სკოლას შორის აქ. მაგალითად უნივერსიტეტები გიწესებენ ახაც კონკრეტულ რაოდენობა საათებს, რომ სკოლაში გაატარო, როგორც მოხალისე სტაჟირება გაიარო, ძალიან ბევრი რაღაც და კი ბატონო შარენა, მინდა გკითხოთ, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ განათლების რეფორმაზე და გრძელვადიან სტრატეგიაზე და როგორ ხერხდება ხოლმე ამ ქვეყნებში, რომ ნდობით სარგებლობს შემდგომ უკვე ეს სტრატეგიები. თქვენ რგოლებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეთ, ცხადია, მაგრამ საჯარო განხილვები მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტულ დოკუმენტზე ვინც მუშაობს, საქართველოს შემთხვევაში სამწუხაროდ გვაქვს ხოლმე ეს დამოკიდებულება, რომ ეს რეფორმების ჯგუფი ძირითადად პოლიტიკოსებისგან შედგება, მასში არ მონაწილეობენ კრიტიკულად განწყობილი და საზოგადოებისთვის მიღებული ადამიანები, რომლებიც განათლების საკითხებზე მუშაობენ. ეს ბადებს ბევრ კითხვას და უნდობლობას. მე მინდა გკითხვა, განვითარებული ქვეყნების გამოცდილება როგორი არის, ვინ მუშაობს განათლების რეფორმაზე, რომელსაც შემდგომ ეფუძნება ეს ეროვნული სასწავლო გეგმაც, ზოგადი განათლების ეროვნული გეგმაც და ასე შემდეგ, რომელიც უნდა იყოს სამოქმედო დოკუმენტი ყველასთვის. აქ კიდევ და კიდევ მივდივართ თანამშრომლობაზე და მრავალ ინსტიტუციაზე. ერთი კონკრეტული ორგანო არ არის პასუხისმგებელი ამ რეფორმებზე. რეფორმების შემუშავებამდე შტატის მმართველი ინსტიტუციები, ფედერალური ინსტიტუციებიც, შემდეგ აკრედიტაციის ინსტიტუცია. ძალიან ბევრი რგოლები არსებობს, რომლებიც მუშაობენ ამ რეგულაციების შემუშავებაზე და შემდეგ მის აღსრულებაზე და მეთვალყურეობაზე. მარტო კანონი მიიღე, ესე არ ხდება, რეგულაცია მიიღე. ხო, იმის მეთვალყურეობაზე იმდენი ორგანო მუშაობს, რომ ბუნებრივია იქ ხარისხი ძალიან მაღალია და ეს მარტო ეს მხოლოდ არ არის სახელმწიფო ორგანოები, ხო, არის კერძო ორგანოები, არის არასამთავრობო ორგანიზაციები და უფრო ქვედა დონეზე თუ ჩავალთ, კონტროლი ასევე ეფუძნება თვითონ მოსწავლეების პასუხისმგებლობასაც, ანუ სტუდენტების პასუხისმგებლობასაც. კი ბატონო, სახელმწიფოს ინტერესია, რომ რეალური რეფორმა იყოს და რეალური ხარისხი. კი, არა მხოლოდ სახელმწიფოს, ყველა ადამიანის. შარენა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და მინდა ერთ რაღაცას მინდა გავუსვა ასევე ხაზი ძალიან სწრაფად. ანუ ეფექტურობას ასევე უზრუნველყოფს მისაღები გამოცდების გამჭვირვალობა და ასევე ძალიან მკაცრი კრიტერიუმები, არა კორუფცია და ასე შემდეგ. ანუ მე ვიცი რომ ეს ძალიან დიდი თემა და ეხლა ვერ გავშვით, მაგრამ უბრალოდ უცებ ვიტყოდი რომ ერთი კომპონენტი არ არის საკმარისი, ერთი კომპონენტის განვითარება, ანუ მარტო ინფრასტრუქტურის მოწყობა, განათლების ხარისხის ამაღლება და ასე შემდეგ უნდა მოხდეს დაკავშირება სხვა და კავშირი ინსტიტუციებს შორის, მოხდეს უნდა სხვადასხვა რგოლების ჩართვა და ასევე ერთმანეთის კონტროლი. კი ბატონო.
კი ბატონო შორენა ძალიან დიდი მადლობა რომ მოახერხე და ჩაგვერთე ჩვენ სავარაუდოდ დაუბრუნდებით ამ თემას როცა დაიდება ეს დოკუმენტი მემშვიდობების სტუმარ შორენა დოლოპერიძე განათლების ადმინისტრაციის დოქტორი გვერთვებოდა ამერიკიდან განაცემის ამ ნაწილშიც განათლების პერსპექტივაზე ხარისხზე ინოვაციურ მიდგომებზე ტექნოლოგიებზე შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ ამ საქმით ძირითადად არაფორმალური განათლების ცენტრები არიან დაკავებული და რა კარგია რომ ეს შესაძლებლობა გვაქვს ბათუმშიც ბათუმის ტექნოპარკის ბაზაზე ქეთევან ბულისკერია ყავს სტუმრად სიახლით მოვიდა მორიგი პროექტი უნდა დაგვიანოსოს რომელიც მოსწავლეებს და სტუდენტებს დააინტერესებთ ალბათ განსაკუთრებით ქეთი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ცოტა დრო დაგვრჩა იმიტომ რომ წაიღო ტექნიკურმა ხარვეზმა და გასწორებამ დრო თუმცა მე მგონია რომ მოვასწრებთ საუბარს გითხარით ეხლა დასაანონსებელი ამბავი რა გვაქვს მე მგონი 20 ივლისს მთავრდება რეგისტრაცია თუ არ ვწდები რომელიც 30 ივლისს ვიწყებთ პროექტს 10 დღით ადრე გაიხსნება რეგისტრაცია უკვე კი ბატონო რა სტარტაპ ინკუბატორი უკვე დასრულდა სტარტაპები შერჩეულია ამ პროექტის ფარგლებში ახლა ვიწყებთ STEM-ში ინჟინერიისა და ტექნოლოგიების კვირეულ სტუდენტებისთვის და 16 წელს ზემოთ კი ბატონო მოდით გითხარით დეტალურად ეს არის ტექნოლოგიური კვირეული, რომელსაც ტექნოპარკში უკვე ყოველწლიურად ვახორციელებთ. STEM-ის სახელწოდება რეგიონიდან გამომდინარე შევურჩიეთ. რეალურად ეს არის სინთეზი STEM მიმართულებებისა და ინჟინერიის, ასე ვთქვათ, მიმართულებით. რეალურად ჩვენ სამ მიმართულებას შევასწავლით: ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, საზღვაო ინჟინერია და ბიომექანიკის მიმართულებას. აქ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაინტერესებულ მოზარდებს და სტუდენტებს 16 წელს ზემოთ. რეგისტრაციის მოლე ტექპარკ ჯორჯიას გვერდზე დაიდება, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ. მიმდინარეობს 5 დღის განმავლობაში. ამ სამივე ინჟინერიის მიმართულებას და STEM მიმართულებებს მოვიცავთ და ასევე დამატებით თითოეული მონაწილე გაივლის ინოვაციური მეწარმეობის ტრენინგებს იმისთვის რომ ასე ვთქვათ ტექნიკური და ბიზნეს ცოდნა გავაერთიანოთ და სტარტაპების შექმნას შევუწყოთ ხელი, იმიტომ რომ არაერთი იდეა გაჩენილა ამ პროექტის ფარგლებში და შემდეგ განვითარებულა და არაერთ კონკურსში კი ბატონო ქეთი თქვენ იყავით მაღალმთიანი აჭარის რეგიონებში რო გაგეცნოთ თქვენი პროექტები ინოვაცია აჭარაში ინოვაციებმა იმოგზაურა იდეებით სავსე ტური რაღაც ასე იყო დაანონსებული. მე მაინტერესებს რა თქვენ რაზეც მუშაობთ დიდი ალბათობით კითხვები ამასთან დაკავშირებით იქნებოდა და თქვენ გქონდათ შეხვედრა მოსწავლეებთან და დაინტერესებულ პირებთან უბრალოდ რომ გითხრათ იქ რა სიტუაცია და რა მოცემულობა დაგხვდათ რამდენად ინფორმირებულები არიან მოსწავლეები რა საჭიროებები აქვთ რესურსები თუ აქვთ მაგალითად მუნიციპალიტეტებში რომ მისაწვდომი იყოს მათთვის ის რასაც მაგალითად ტექნოპარკი ბათუმში ბათუმელ მოსწავლეებს თავზეთ აი პრობლემებზეც რო გითხრათ და საჭიროებებზე. რეალურად ჩემი მიზანი ამ პროექტის ფარგლებში უბრალოდ ეს იყო, რომ ამ ახალგაზრდების მზაობა, საჭიროებები და სურვილები გამეგო. რეალურად ჩავედით ინოვაციების ტურით, რაც მოიცავდა იმას, რომ STEM და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ჩავატარეთ საინტერესო ვორქშოპები და მე ვიყავი სასიაოვნოდ გაოცებული, როდესაც ძალიან მოტივირებული ახალგაზრდები დამხვდნენ იმ თვალსაზრისით, რომ უმეტესობა მათგანს ტექ მიმართულებით სურდა პროფესიის არჩევა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რეალურად ამ ახალგაზრდებს აქვთ გააზრებული, რომ ტექნოლოგიების ცოდნის გარეშე ვერცერთ პროფესიას ვერ შეარჩევენ. ამიტომაც რესურსები თავისთავად იმდენი არ აქვთ, რამდენიც ბათუმში გვაქვს, მაგრამ ამ პროექტის მიზანი ერთ-ერთი ესეც იყო, რომ ჩვენ იქით ჩაგვეტანა ის ყველაფერი, რასაც ბათუმის ტექნოპარკში ვთავაზობთ ადგილობრივ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ შეიძლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან ადვილი იყოს მანძილის პრობლემა, მაგრამ ხულო შუახევი ქედა ჩვენთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს იმ თვალსაზრისით, რომ ეხლა მაგალითად 5 დღე ამ პროექტზე ყოველდღიურად ამ ბავშვების ჩამოყვანა ნამდვილად გაგვიჭირდება. თუმცა ასეთი ახალგაზრდებისთვის არაერთი პროექტი გვაქვს, მაგალითად ბანაკი, სადაც ადგილზე დარჩენით ხდება ტექნოლოგიების შესწავლა, სხვადასხვა აქტივობები და ასე შემდეგ. რაც შეეხება სურვილებს, რა თქმა უნდა, ამ ბავშვებს აქვთ დაუცხრომელი სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ისწავლონ ამ სფეროს შესახებ. კი ბატონო, აი ადამიანური რესურსის პრობლემაზე მინდოდა რომ მეკითხა, ისედაც დეფიციტი არის ამ მიმართულებით, ვიცი თქვენ ტრენერები მოყავთ სპეციალურად მაღალმთიანეთის სკოლებში და ზოგადად სკოლებში ტექ მიმართულების პროფესიონალების საჭიროებაზე რო გითხრათ, რაღაც ერთგვარად შეიძლება იყოს ეს მიმართვაც გადაწყვეტილების მიმღებებისთვის, რამდენად საჭირო არის ეს, როცა ინტერესი არის ძალიან დიდი მოსწავლეების მხრიდან. ანუ ინტერესთან თანხვედრაში თუ მოდის აი პროფესიონალების რაოდენობა. რეგიონალურ მენეჯერებს
ჯიტას შემთხვევაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როლი გვაქვს, თუნდაც სხვადასხვა საგანმანათლებლო თქვენ იცით, რომ ჩვენ არ ვართ საგანმანათლებლო დაწესებულება, უბრალოდ ერთ-ერთი მიმართულება გვაქვს, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო პროექტები იმისთვის, რომ ტექნოლოგიური ცოდნა მივაწოდოთ ახალგაზრდებს. რეალურად ჩვენ არ ვართ საგანმანათლებლო დაწესებულება, თუმცა იმიტომ რომ მნიშვნელოვანი კონტრიბუციას ვახორციელებთ იმ თვალსაზრისით, რომ ტექ საგნებს ვასწავლით და უამრავ ვორქშოპს ვატარებთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება იმას, თუ რა საჭიროებებია, ასე ვთქვათ, მაღალმთიან აჭარაში თუ ზოგადად რეგიონში, ტექ მიმართულებების სპეციალისტები მერწმუნეთ დეფიციტია როგორც ქალაქში, ასევე მაღალმთიან რეგიონებში, თუმცა მერწმუნეთ, რომ ფიზიკის და სხვადასხვა STEM მიმართულების პედაგოგები იმდენად ყოჩაღები და მომართულები დამხვდნენ, რომ ამ მოსწავლეების მობილიზებაში ადგილობრივი მთავრობის გარდა დამეხმარა ზუსტად ის პედაგოგები, რომ სწორად მიეტანათ მოსწავლეებამდე ის ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაგალითად ინოვაციური აზროვნება და რა შეიძლება საერთოდ ეს თემა მოიცავდეს. შესაბამისად, დღეს ალბათ ყველაზე ისეთ პრობლემად, რასაც დავასახელებდი, მთის იქნება თუ ბარის, არის ის, რომ მეტწილად აქტიურ და კარგ მასწავლებელზე დგას სკოლა. ანუ თუ მოსწავლეებს გაუმართლათ, რომ ყავთ აქტიური მასწავლებელი და მერწმუნეთ, რომ აჭარაში ძალიან ბევრი არიან ასეთები, მე ჩემს რეგიონზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ აქ მაგ მასწავლებლებთან შეხება. თუმცა სისტემაზეც კი არის ეს დეფიციტი და ალბათ დროთა განმავლობაში გამოსწორდება, იმიტომ რომ თუ მარტო ბათუმის ტექნოპარკის საქმიანობას გადავხედოთ, იმდენი ადამიანი ინტერესდება ამ თემებით, რომ მერწმუნეთ რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად უამრავი სტარტაპი, ტექ ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანი გვეყოლება რეგიონში. კი ბატონო, იმიტომ რომ STEM მიმართულების გაძლიერება არის პრიორიტეტი განათლების სისტემისთვისაც გაცხადებული პრიორიტეტი და თქვენი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქეთი, ძალიან დიდი მადლობა, რომ გითხარით აი ამ ყველაფერზე და მე დაინტერესებულ პირებს ვეთყვი, რომ ყურადღებით იყავით ბათუმის ტექნოპარკის ვებგვერდი შეამოწმეთ და დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით. მართლა ძალიან კარგი პროექტები აქვს. მონაწილეობა არის უფასო. კი ბატონო, ნიშნად ხშირად გვისვამენ ამ კითხვას და უნდა იცოდეთ, რომ ეს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია ჩვენი სტრუქტურა და ყველა პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ყველა მონაწილეობის არის არაკომერციული რომ არის, ზუსტად მაგიტომ ხდები ჩვენი გადაცემის სულში. მადლობა, ქეთი ბულისკერია, ბათუმის ტექნოპარკის მენეჯერი საუბრობდა ჩვენთან ეთერში. ნამდვილად გვჭირდება კარგი განათლება, განათლების შესაძლებლობები, რადგან ქვეყნის განვითარება იწყება განათლების ხარისხით და ეს ხარისხი ნაშენებია არა შენობებით ან ტექნოლოგიით, არამედ იმით, რა ფასეულობებია ჩადებული მასში. ხარისხიანი განათლება უპირველესად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების აღზრდაა, რომლებიც პატივსცემენ სხვების უფლებებს და ითვალისწინებენ საზოგადოების ინტერესს. განათლება არ არის მხოლოდ ნიშანი და დიპლომი, ეს არის ღირებულებების სისტემა, სადაც მთავარია არა ფორმალური წარმატება, არამედ კრიტიკული აზროვნება და პროფესიონალიზმი. სისტემა, სადაც განათლება თანაზიარობას, პასუხისმგებლობას, კეთილსინდისიერებას და ცხოვრების ხარისხს ნიშნავს. დიახ, განათლება ნიშნავს განვითარებას და განვითარება იწყება იქ, სადაც სისტემა არ იცვლება საარჩევნო კალენდრის მიხედვით და ფუნდამენტური ღირებულებები უცვლელი რჩება. განათლება დროის საქმე არ არის, ეს სახელმწიფოებრივი არჩევანია და ამიტომ გვინდა ევროპა, რომ იქ განათლება სწორედ ამ ღირებულებებზე დგას. მომდენო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე დავზუმავთ ისევ განათლებაზე. ნახვამდის. Thank you.